დღეს უკვე ბევრი აღარ კამათობს იმაზე, რომ ძველი ცივილიზაცია ბევრად უფრო განვითარებული იყო, ვიდრე ჩვენ ვართ, მაგრამ ყველა საინტერესებს თუ სად გაქრნენ ამ მაღალ განვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლები. რადგანაც მაღალ განვითარებული ერი ვახსენე, აუცილებლად მინდა გადავუხვიო მთავარი თემიდან და იმ მიწისქვეშა გვირაბების ქსელებზე გიამბოთ, რომლებიც როგორც ამბობენ, დედამიწის კონტინენტებს ერთმანეთთან აკავშირებს. ევროპის მთელი ტერიტორია ათასწლოვანი გვირაბებით არის დასერილი, რომელიც ჩრდილოეთ შოტლანდიიდან იწყება და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებამდე მიდის. ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც არ დაეთანხმება აზრს, რომ ეს 12000 წლის მიწისქვეშა გზა ნამდვილად შთამბეჭდავია. რისთვის აშენებდნენ და რა დანიშნულება ჰქონდა გვირაბებს, ზუსტად ცნობილი არ არის. თუმცა არსებობს რამდენიმე თეორია, თუ რატომ იყო შექმნილი მიწისქვეშა სისტემა. ერთი ვერსიით გვირაბები ერთი პუნქტიდან მეორეში უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის შეიქმნა. იმ პერიოდში ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაუსახლებელი იყო და მიწისქვეშა გზა საუკეთესო საშუალება იყო კაცებრისგან თავის დასაცავად. ამას ემატებოდა ხშირი კონფლიქტები და ომები. არსებობს ასევე აზრი, რომ გვირაბი მხოლოდ უსაფრთხო გადაადგილებისთვის კი არა, ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობისთვის და საქონლის მოკლე გზით ტრანსპორტირებისთვისაც გაიყვანეს. გერმანელი არქეოლოგი და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ჰენრიხ კუში დიდი ხნის მანძილზე სწავლობდა გვირაბებს და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წიგნი მიწისქვეშა სამყაროს კარიბჭეები დაწერა. მასში ავტორი ამტკიცებს, რომ მსგავსი გვირაბები ევროპის ათობით დასახლებულ პუნქტთან არსებობდა და ფაქტობრივად ევრაზიის კონტინენტის დასავლეთ ნაწილი ნეოლითის ხანაში მთლიანად მიწისქვეშა გვირაბებით იყო დასერილი. ამ უზარმაზარ გვირაბებს ხშირად უძველეს გზებსაც უწოდებენ. კუშის აზრით, საერთოდ ის ფაქტი, რომ გვირაბები დღეს 12000 წლის შემდეგაც არსებობს, იმის მაჩვენებელია, რომ ეს ნაგებობები კაპიტალური, ურთულესი მიწისქვეშა კომუნიკაციების ნაწილია. მთელს ევროპაში ათასობით ასეთი ნაგებობა იყო. ჩვენ გერმანიაში და ავსტრიაში ასობით მეტრის გვირაბი აღმოვაჩინეთ. მთელს ევროპაში ათასობით მსგავსი გვირაბი იყო. ჩრდილოეთ შოტლანდიიდან ხმელთაშუა ზღვის სანაპირომდე და იმ დროს როდესაც ზოგიერთი გვირაბი შედარებით მცირე ზომის 1 მეტრზე ცოტა მეტი სიგანისაა, სხვა ადგილებში საკმაოდ ფართოა. ამის გარდა არსებობს გვირაბთან მიერთებული იზოლირებული ოთახები და სათავსოები, თავდაცვის ან ბარგის შესანახი კამერების ფუნქციას ასრულებდა. ყველა გვირაბი ერთმანეთთან არ არის შეერთებული, მაგრამ ეს უდიდესი მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელია, წერს გერმანელი არქეოლოგი. მიწისქვეშა გვირაბების არსებობა იმის მტკიცებულებაა, რომ უძველეს დროში ადამიანები იმაზე მეტად განვითარებულ და დახვეწილ ტექნიკას და ტექნოლოგიებს ფლობდნენ, ვიდრე დღეს ჩვენთვის არის ცნობილი. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია